როდესაც წყალი შემოიჭრება, 4 კაცის გარდა ყველას ბედი გადაწყვეტილია. 48 საათში მათი უფროსები მათ მიატოვებენ, რათა გემი გადაარჩინონ და მათი ოჯახები უნწეოდ დარჩებიან. ტორპედოების და ელექტროენერგიის გამოჩენამ წყალქვეშა ნავები ომის აუცილებელ იარაღად აქცია. 1915 წლის 7 მაისს გერმანული წყალქვეშა ნავი U-20 ჩაძირა ბრიტანული ოკეანის ლაინერი Armes Lusitania. 1930-იანი წლების დასაწყისისთვის უკვე ნათელია, რომ წყალქვეშა ნავები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მომავალ კონფლიქტებში. 1930-იანი წლების ბოლოსკენ ევროპულ ქვეყნებსა და ნაცისტურ გერმანიას შორის დაძაბულობა იზრდება და მეორე მსოფლიო ომის პერსპექტივა სულ უფრო რეალური ხდება. ბრიტანეთში სამეფო საზღვაო ძალების უმაღლესი სარდლობა მკვეთრად აცნობიერებს უფრო ძლიერი გერმანული წყალქვეშა ნავებისგან მომდინარე საფრთხეს და აქტიურად ცდილობს ბრიტანეთის წყალქვეშა ფლოტის გაუმჯობესებას. ომის დაწყების მოლოდინში 1935 წელს 15 ახალი წყალქვეშა ნავი სახელწოდებით ტრიტონის, ანუ T კლასი, შედის ექსპლუატაციაში, რათა შეცვალოს მოძველებული OP და R კლასის წყალქვეშა ნავები, რომლებსაც ბრიტანელები იყენებდნენ. თითოეულ წყალქვეშა ნავს ენიჭება სახელი, რომელიც იწყება 100 T-ით. HMS Thetis, ანუ მისი უდიდებულესობის წყალქვეშა ნავი Thetis-ის მშენებლობა იწყება 1936 წლის დეკემბერში ბირგენჰედის ქამელედის გემთმშენებელ ქარხანაში. 82 მეტრის სიგრძის HMS Thetis-ი არის პირველი T კლასის წყალქვეშა ნავი, რომელიც ქამელედის კომპანიამ ააშენა. სახელი ეწოდა Thetis-ის, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში იყო აქილევსის დედა. მისი წყალზე დაშვება და შამპანურით ნათლობა გაიმართა 1938 წლის 29 ივნისს. თავიდანვე მას ცუდი ბედი სდევს. პირველი საზღვაო გამოცდების დროს 1939 წლის აპრილში პირველი სერიოზული პრობლემა ის იყო, რომ საჭის მექანიზმი უკუღმა იყო დამონტაჟებული. როდესაც საჭეს მარჯვენა მხარეს ატრიალებენ, გემი მარცხნივ ბრუნავს და პირიქით. შემდეგ, როდესაც პირველი ჩაძირვისთვის ემზადებოდნენ, ცხვირის მართვის ფრთები, რომლებიც წყალქვეშა ნავის ჩაძირვის სიჩქარეს აკონტროლებენ, მყარად გაიჭედა სწრაფი ჩაძირვის პოზიციაში, რის გამოც გამოცდების გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ერთი თვის შემდეგ ტორპედოს განყოფილების აღჭურვილობას ამოწმებენ, სანამ გემს გეგმიურ ტექნიკურ მომსახურებაზე მიიყვანენ. ტორპედოს ოთახი ემალის საღებავით არის შეღებილი. ტორპედოს მილის კარები საღებავითაა ჩაკეტილი. პატარა შეცდომაა, რომლის გამოცდორებაც ადვილია, მაგრამ ამას ვერ ამჩნევენ. მაისის ბოლოსკენ თეთისი მეორე საზღვაო გამოცდებისთვის ემზადება. 1939 წლის 1 ივნისის დილით სამეფო საზღვაო ძალების მეთაური ბოლასი გემს უელსის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მართავს და ირლანდიის ზღვაში სასწავლო ზონაში მიჰყავს, სადაც პირველი ჩაყვინთვისთვის ემზადებიან. ბირგენჰედიდან გასვლისას მეთაური ბოლასი აღნიშნავს, რომ თეთისი წყალში ზედმეტად მაღლა დგას და ოდნავ მარცხნივ იხრება. გემზე იმყოფებიან ეკიპაჟის წევრები, რამდენიმე საზღვაო ოფიცერი, მათ შორის კაპიტანი ჰეფ-ჰეპეკე ორამი და ორი მოძმე წყალქვეშა ნავის, დაკუსა და ტრიდენტის მეთაურები. სულ გემზე 103 ადამიანია. მათგან 50 მგზავრია, მათ შორის ადმირალიტეტის ოფიცრები, ქამელდის თანამშრომლები, სხვა საინჟინრო კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი გემები. პილოტი ნორმან უილკოქსი და კვების მომსახურე პერსონალი, რომლებიც იქ იმყოფებიან, რათა ზღვის გამოცდის შემდეგ მიღებაზე სენდვიჩები, ლუდი და ხვეზელები მიაწოდონ. თეთისთან ახლავს ბუქსირი, სახელად გრეპკოკი, რომლის კაპიტანიც არის ალფრედ გოტფრი. ბუქსირზე იმყოფებიან ორი საზღვაო ძალების წევრი და ორი ქამელდის თანამშრომელი, რომლებიც თეთისსა და გრეპკოკს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფენ. ბუქსირი იქ იმყოფება, რათა უზრუნველყოს, რომ წყალქვეშა წდების დროს რაიმე სხვა ნავი არ იყოს ამ ტერიტორიაზე. 13:30 საათისთვის თეთისი მზად არის თავისი პირველი წყალქვეშ ჩასასვლელად. ცველი ბუქსირი ეკითხება, სურს თუ არა თეთისზე მყოფ 50 მგზავრს წყალქვეშ ჩასვლამდე გადმოსვლა, მაგრამ ეს ისეთი ამაღელვებელი შესაძლებლობაა, რომ არავის უნდა გამოტოვება. თეთის 6 წყალგაუმტარი განყოფილება აქვს, რომლებიც იწყება ცხვირში მდებარე ტორპედოს ზონით და მთავრდება კუჩში მდებარე მართვის განყოფილებით. 13:40 საათზე კომანდერ ბოლასი აგზავნის მათი წყალქვეშ ჩასვლის კოორდინატებს წყალქვეშა ნავების შტაბში, HMS Delphinში, მოკლე შეტყობინებასთან ერთად. ახლა ვიწყებ ჩასვლას. კაპიტანი გოტფრი ბუქსირ გრეპკოკზე ხედავს, რომ თეთის აქვს პრობლემები წყალქვეშ ჩასვლასთან. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თეთისი მანევრირებს, წრეზე მოძრაობს და ნელა ეშვება წყალში. ბორტზე კომანდერი ბოლასი აღმოაჩენს, რომ წყალქვეშა ნავის ცხვირი თითქოს მსუბუქია და რასაც არ უნდა ცდილობდნენ, წყლის ხაზს ქვემოთ ჩასვლა არ შეუძლიათ. ის ოფიცრებს აგზავნის გამოსაკლებად. ხომალდის ცხვირში არსებული ტორპედოს მილები ზოგჯერ გამოიყენება როგორც ბალასტი, რათა გემის ამოტივტივების დაბალანსება მოხდეს. ტორპედოს ოფიცერი ლეიტენანტი ფრედ ვუდსი თითოეულ ტორპედოს მილს ამოწმებს, რათა დაადგინოს ჰაერი აქვთ თუ წყალი. ის ელოდება, რომ მათში ჰაერია, რადგან ხომალდი მაღლაზის წყალს. ტორპედოს მილების დათბორვის შესამოწმებლად საჭიროა ტორპედოს მილის კარში პატარა ონკანი გააღო.
თუ წყალი გამოვიდა, მაშინ იცი რომ მილი დატბორილია. როცა ლეიტენანტი ვუდსი ტესტირების ონკანს ხსნის ტორპედოს მილის ნომერი 5-ში, მხოლოდ რამდენიმე წვეთი წყალი გამოდის, რაც ტორპედოს მილისთვის ნორმალურია. შიდა ტორპედოს კარი საღებავით არის დახურული. ემალის საღებავი საგმალისად ძლიერია, რომ წყალი შეაკავოს საცდელ სარქველთან. ლეიტენანტი ვუდსი შიდა კარს ხსნის, რათა მილი შეამოწმოს. გარე ტორპედოს მილის კარი სინამდვილეში სრულად ღიაა და მილი მთლიანად წყლით არის სავსე. როგორც კი შიდა კარს ხსნის, კარი მაშინვე იღება და ასობით გალონის ზღვის წყალი შემოდის. ტორპედოს განყოფილებას ტბორავს. ვუდსი და სხვა ეკიპაჟის წევრები ცდილობენ კარის დახურვას, მაგრამ ზღვის წყლის წნევა მათ აჯობებს. წყლის მოულოდნელმა სიმძიმემ, რომელიც შიგნით შემოიჭრა და ცხვირის მართვის ფრთების მკვეზე მკვეთრ ჩახვინთვაზე დაყენებამ, ერთად გამოიწვია, რომ თეთისი წინ გადაიხარა. ის თითქმის მაშინვე იწყებს ჩაძირვას. 15:00-მდე ცოტა ხნით ადრე. დამხმარე ბუქსირის ეკიპაჟი ისმენს ჰაერის ძლიერ შიშინს და უყურებს როგორ ქრება HMS თედისის სწრაფად წყლის ზედაპირის ქვეშ. გრებკოკის ბორცვზე მყოფი მეთაური შოკირებულია ნანახით. თედისის ცხვირი ჩაძირულია, ხოლო კიჩო მაღლაა აწეული. ეს ნორმალური არ არის. ლეიტენანტი ვუდსი ყველას უბრძანებს გამოსვლას და ცდილობს დახუროს წყალგაუმტარი კარი ტორპედოს განყოფილებაში. თედისი წინ არის დახრილი და მძიმე მეტალის კარი. ეხლა ტორპედოს განყოფილებაში ჩამოგიდებული. კარი ღიაა გამაგრებელი საკეთით, რომელიც განყოფილების შიგნით და კარის უკან მდებარეობს. ეკიპაჟის წევრი ჩადის განყოფილებაში და ხსნის საკეთს. ლეიტენანტი ვუდსი ტორპედოს განყოფილების კარის ზემოთ დგას. ის ცდილობს კარი თავისკენ აწიოს. რადგან წყალქვეშა ნავის წინა ნაწილი სწრაფად ივსება წყლით. კარის სიმძიმისა და დახრის კუთხის გამო კარის დახურვა თითქმის შეუძლებელია. მისი გუნდის დახმარებით ლეიტენანტი ვუდსი ახერხებს კარის აწევას, მაგრამ კარს ერთი ცენტრალური საკეტი არ აქვს. მას აქვს 18 ფრთიანი ჯანჯიკი. ზოგიერთი ამ ბოლტებიდან გზაზეა ჩამოკიდებული და ხელს უშლის კარის დახურვას. ყოველი ფრთიანი ჯანჯიკი უნდა გაიხსნას, სანამ კარს თავის ადგილზე მიაწევენ. და ავეჯი უკვე დაცემულია ამ ისედაც მძიმე მეტალის კარს. ჯგუფმა მხოლოდ ერთი ფრთიანი ჯანჯიკის დაფიქსირება მოახერხა. ისინი წყვეტენ ცდელობას და ცდილობენ ტორპედოს შესანახი განყოფილების გავლით ასვას და მესამე განყოფილებაში საცხოვრებელ ზონაში გადასვლას. ძრავის ოთახის ეკიპაჟის წევრები არნოლდი და კანინგემი სხვებთან ერთად ცდილობენ კარის დახურვას საცხოვრებელ ზონასა და ტორპედოს შესანახ განყოფილებას შორის. მაგრამ ეკიპაჟის შესანახი და ტორპედოს განყოფილებებიდან ჯერ კიდევ ცდილობს გამოსვლას. არნოლდი ფიქრობს კარის დალუქვაზე და რამდენიმე ადამიანის უკან დატოვებაზე, რათა წყალქვეშა ნავი და დარჩენილი ეკიპაჟი გადაარჩინოს. მას უკეთესი პოზიცია აქვს და სიცოცხლისა და სიკვდილის ბრძოლაში უპირატესობა მის მხარესაა. ასეთი რთული გადაწყვეტილება წყალქვეშა ნავების ეკიპაჟში ცნობილია, როგორც უსაფრთხოების შესაძლო ზომა, მაგრამ ის მაინც ელოდება, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება და შემდეგ წყალგაუმტარ ტიხარს ჰერმეტულად კეტავს. წინა ორი წყალგაუმტარი განყოფილება მთლიანად ივსება წყლით, სანამ ისინი საბოლოოდ დაილუქება. ზედაპირზე ბუქსირი გრებკოკი ღუზას არაგდებს და წყალქვეშა ნავის ბოლო ცნობილ პოზიციას ნელ-ნელა შორდება. თედისის საკონტროლო ოთახში ეკიპაჟი აცნობიერებს, რომ კიდევ ერთი პრობლემა არსებობს. კაპიტანი ორამი მთავარ ბალასტურ ავზებში ჰაერის შეშვებას უგრძანებს, რათა ამოდივდივების შესაძლებლობა გაიზარდოს. მაგრამ გემის კუთხის გამო წყალი ბალასტურ ავზებში უფრო სწრაფად ჩაედინება, ვიდრე გამოიწვევება. ამიტომ ოპერაცია წყდება რესურსების დასაზოგად. ისინი ასევე ამცირებენ ელექტროენერგიის მოხმარებას, რათა ბატარეის რესურსი შეინარჩუნოს. ეხლა ტონობით წყლით დამძიმებული ცხვირი 30 მეტრით იძირება ზღვის ფსკერზე. ჩაეშვება ტალახიან ნიადაგში და ვეღარ ახერხებენ გათავისუფლებას. ისინი გაჭედილები არიან ზღვის ფსკერზე, ირლანდიის ზღვის ზედაპირიდან 30 მეტრის სიღრმეზე. მათი საკომუნიკაციო მოწყობილობა ASDIC პრიმიტიული სონარია და დაზიანებულია. ამიტომ ვერ ახერხებენ ზედაპირთან დაკავშირებას. მათ მხოლოდ იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ როგორც კი თეთისის დაბრუნება დაგვიანდება, დახმარებას გამოგზავნიან მათი გადასარჩენას. სამეფო საზღვაო ძალების ოფიცრები, რომლებსაც თეთისთან 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პირდაპირ კონტაქტი არ ჰქონიათ, შეშფოთებულნი არიან. ამიტომ ისინი ახლომდებარე ტერიტორიის ძებნას უბრძანებენ. სამეფო საზღვაო ძალების გამანადგურებელი გემი HMS Brazen, რომელიც უკვე ახლოს იყო ირლანდიის ზღვაში, იგზავნება თეთისის მოსაძებნად. ის იწყებს ტერიტორიის ძებნას და პოულობს ესკორტის ბუქსირს. HMS თეთის აქვს საკმარისი ჰაერი, რომ ჩვეულებრივი ეკიპაჟით წყალქვეშ დაახლოებით 36 საათი დარჩეს. მაგრამ დამატებითი 50 მგზავრის გამო ეს დრო ნახევრდება.
მამაკაცები მშვიდად რჩებიან, სპორტზე საუბრობენ და იმაზე, როგორი მიღება ელით გადარჩენის შემდეგ. მაგრამ საათების გასვლასთან ერთად, როცა ზედაპირიდან გადარჩენის არანაირი ნიშანი არ ჩანს, კომანდერ ბოლასი იწყებს ხელვას ჰაერის მარაგის შემცირების გამო. თეთისის ბორტზე ეკიპაჟი გეგმას აყალიბებს, რათა ზედა მხარეს მყოფ მაშველებს დაეხმარონ. ისინი გადაწყვეტენ, რომ კიჩოს ავზებიდან სასმელი წყლის უმეტესობა გადახვარო. ეს თეთისის კიჩოს საკმარისად ამოდივდივებს, რომ ზედაპირზე ამოვიდეს. საბოლოოდ წყალქვეშა ნავი 82 მეტრიც სიგრძისაა და ისინი მხოლოდ 30 მეტრიან წყალში იმყოფებიან. გეგმა მუშაობს და თეთისის კიჩოს ნაწილი ზედაპირს ხეთქავს და წყლიდან საკმაოდ მაღლა ამოდის. კარგად ჩანს ყველასთვის, ვინც ახლოსა. მაგრამ სამაშველო ხომალდები არასწორ ადგილას ეძებენ. დაღამდა და თეთისი ჯერ კიდევ არ უპოვიათ. დრო გადის და სამაშველო ხმაური არ ისმის. ამიტომ კომანდორი ბოლასი მოხალისეებს იძახებს, რომ გემის ევაკუაცია სამაშველო ლუკიდან დაიწყონ. ეკიპაჟს სამაშველო აღჭურვილობა აქვს, მაგრამ ცოტაა ისეთი, ვინც მის გამოყენებას კარგად ფლობს. რა თქმა უნდა, გემზე მყოფ 50 მგზავრს არანაირი წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა დატოვოს ჩაძირული წყალქვეშა ნავი. პირველი მოხალისე იყო კაპიტანი ჰარი ორემი. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კაპიტანი ცდილობს პირველი დატოვოს გემი, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან უანგარო ქმედება. კაპიტანი ორემი ფლოტის უფროსი ოფიცერია, მაგრამ ამ ხომალდზე ის არ არის მეთაური და ეს ძალიან საშიში ოპერაცია. გემიდან გაქცევის ლუკით გამოსასვლელად გაქცეულებს უწევთ ავიდნენ გაქცევის კამერაში. შემდეგ კი კამერა აავსონ ირლანდიის ზღვის ყინულივით ცივი წყლით, სანამ შიგნით არიან, რათა წნევა გაათანაბრონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლონ გარე გარის გაღება. როდესაც წყალქვეშა ნავი ესეთი მკვეთრი კუთხით არის დახრილი, გარე ლუკი შეიძლება საერთოდ არ გაიხსნა სწორად და შიგნით მყოფები შეიძლება ჰაერის საკეთში დაიხრჩონ. თუნდაც მოახერხონ გამოსვლა და უსაფრთხოდ მიაღწიონ ზედაპირს, შესაძლებელია რომ სამაშველო ხომალდი ახლოს არ იყოს. ეს ძალიან ზრდის ალბათობას, რომ ისინი შეიძლება დაიხრჩონ ან სიცივით დაიღუპონ, სანამ გადაარჩენენ. კაპიტანი აურამი თავის ტანსაცმელზე ამაგრებს წერილს, სადაც აღწერს გემზე არსებულ მდგომარეობას და სუფთა ჰაერის გემში შეშვების აუცილებლობას. თუ მის სხეულს იპოვიან, თუნდაც გარდაცვლილს, ის მაინც შეძლებს დარჩენილი ადამიანების დახმარებას. კაპიტანი ორემი წარმატებით ასრულებს 6 მეტრიან ამოსვლას ზედაპირზე, სადაც ბნელ და ცივ წყალში ელოდება. შემდეგ კიდევ ერთი მეზღვაური ლეიტენანტი ვუდსი გადის გაქცევის ლუკიდან და უერთდება მას. სულ მცირე, ეხლა მას კომპანია ჰყავს. მეორე დილის 07:00 საათზე HMS ბრეიზენის მეთვალყურეები ბოლოს და ბოლოს ამჩნევენ წყლიდან ამოწეულ კიჩოს და მის ახლოს მცურავ ორ კაცს. კაცებს სწრაფად გადაარჩენენ და ისინი გადასცემენ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც წყალქვეშ მოხდა. კაპიტანი ორემი და ლეიტენანტი ვუდსი განმარტავენ ვითარებას თეთისის შიგნით. ჰაერის ნაკლებობისა და ნახშირორჟანგის დონის ზრდის გამო შიგნით გაჭედილებისთვის დრო იწურება. 2 ივნისის დილის საათებში თეთისის ჩაძირვის შემდეგ მომდევნო დღეს HMS ტედუორთის მყინთავები ადგილზე ჩადიან და სიტუაციის შეფასებას იწყებენ. ისინი იუწყებიან, რომ წყალქვეშა ნავის კიჩო ოდნავ წყლის ზედაპირზეა, მაგრამ მთავარი ლუკი, რომელიც უფრო მარტივ გაქცევის გზას უზრუნველყოფს, წყალშია ჩაძირული. მყინთავი წყალში ჩაუშვეს, რათა ეცადა ჰაერის შლანგის მიერთება. სამწუხაროდ, მყინთავს მხოლოდ 30 წუთის ჰაერი ჰქონდა და ვერ მოახერხა შლანგის დროულად მიერთება. ზედაპირზე სიტუაცია უფრო ქაოტური ხდება. ნაპირზე ხალხი იგრიბება და თვალს ადევნებს დრამატულ მოვლენებს. მედია ყველგანაა და ყველა მოვლენას აფიქსირებს. თეთისის ბორტზე მდგომარეობა აუტანელი ხდება, რადგან ნახშირორჟანგი გროვდება და ჟანგბადი იწურება. კომანდირი ბოლასი ბრძანებს მამაკაცებს 4-4 ერთად სცადონ გაქცევა გაქცევის ლუკით. ეს სასოწარკვეთილი გეგმაა, რომ თუნდაც რამდენიმე მამაკაცი გამოიყვანონ თეთისიდან და დარჩენილი ჟანგბადი უფრო დიდხანს ეყოთ. პირველ მცდელობაზე ერთ მამაკაცს პანიკა ეწყება, როცა კამერა წყლით ივსება. ის იხევს ნიღაბს და ცდილობს გარე ლუკის გაღებას, მანამ სანამ მილი მთლიანად დაიტბორება, რის შედეგადაც გარე ლუკი იჯედება. შემდეგ ეკიპაჟი ხსნის შიდა ლუკს და 4 მამაკაცს უგან შეათრევს. 3 მამაკაცი უკვე დაიხრჩა. გადარჩენილი ეუბნება, რომ ახლა გარე ლუკი გაჭედილია და შემდგომი გაქცევა შეუძლებელია. გაქცევის იმედით კიდევ 2 მამაკაცი მაინც გადაწყვეტს სცადოს. 2 მამაკაცს გაჭედილი ლუკი გააღეს და ზედაპირზე ავიდნენ, სადაც სამაშველო ნავებმა აიყვანეს. ამ დროისთვის თეთისში მყოფი ბევრი მამაკაცი ან გონებას კარგავს, ან თავბრუსხოვას გრძნობს ჟანგბადის ნაკლებობის გამო. ისინი ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ ვერც კი ასრულებენ მარტივ დავალებებს. აღარაფერს ვამბობ დაზიანებული წყალქვეშა ნავიდან გადარჩენის მცდელობაზე. კიდევ 2 მამაკაცი შედის გაქცევის ლუკში. მილი წყლით ივსება და ისინი ცდილობენ გარე ლუკის გაღებას, რომელიც იჯედება. წყალქვეშა
წყალქვეშა ნავში მყოფი მამაკაცები ისევ ხსნიან შიდა ლუკს, რათა თავიანთი ეკიპაჟის წევრების სხეულები გამოათავისუფლონ. მაგრამ არა მხოლოდ გარე ლუკი დარჩა ოდნავ ღია და გაჭედილი. ახლა მათ აღარ აქვთ ენერგია, რომ წყლის ნაგაზს შიდა ლუკიდან შეებრძოლონ და დახურონ იგი. როდესაც ტონობით წყალი ავსებს წყალქვეშა ნავს, თეთის ისევ ზღვის ფსკერზე იძირება. მაშველობაში ჩართეს კერძო სამაშველო კომპანია. მათ ოპერაციის დასაწყისშივე შესთავაზეს დახმარება, მაგრამ თავდაპირველად უარი მიიღეს. მღვინთავები საზღვაო ძალებს ეუბნებიან, რომ შეუძლიათ გემის კორპუსში გაჭრა და შიგნით ჰაერის მილი შეიყვანა. ეს დროს მოგცემს, რომ უფრო სრულყოფილი გეგმა შევიმუშაოთ. მაგრამ საზღვაო ძალები საამაშველო მღვინთავებს ეუბნებიან, რომ კორპუსში არ გაჭრა. გემის გადარჩენა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სტრუქტურა მთლიანად შენარჩუნდება. 3 ივნის შუაღამის შემდეგ ნაპირზე მყოფ ნათესავებს აცნობეს, რომ წყალქვეშა ნავში დარჩენილი 99 კაცის გადარჩენის იმედი აღარ არსებობს. 4 ივნის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თეთისის შიგნით ჯერ კიდევ მყოფი ეკიპაჟით ბუქსირით გადაეყვანათ მეჩხერ წყლებში, რათა მათი სხეულები ამოეყვანათ. HMS თეთისზე გასულ 103 კაციდან მხოლოდ 4 გადარჩა. ოფიციალურმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ მანამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და ამიტომ შედეგის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო. რადგან შედეგის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო, არავინ არის დამნაშავე და თუ არავინ არის დამნაშავე, მაშინ პასუხისმგებლობაც არ არსებობს და ოჯახები კომპენსაციას ვერ იღებენ. თეთისის გემი ამოიღეს და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. მას სახელი გადაერქვა და ახლა თანდერბოლტად იწოდება. მეორე მსოფლიო ომის დროს კი იგი გაგზავნეს. 1943 წლის 14 მარტს იტალიურმა კორვეტმა ჩიკონიამ ცეცხლი გაუხსნა და ჩაძირა თანდერი.